გიორგი კობერიძე შემოგვერდება ახლა საგარეო პოლიტიკის საბჭოს კვლევის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი. მადლობა ჩართვისთვის. პირველი კითხვა მოდით ასე დავსვათ. ჩვენ ახლა მოვისმინეთ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებები. ვიცით ჩვენ რომ მისი განწყობები, შესაბამისად განცხადებებიც არის ხოლმე ცვალებადი. ვერ ვიტყვით რომ ეს არის ახლა მისი უკანასკნელი პოზიცია, თუმცა ირანი მეორე პლანზე გადადის. მას აქვს ამ განცხადების საფუძველი. ეს რას ნიშნავს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი უკრაინისთვის? ირანის ომმა გამოაჩინა სხვადასხვა ასიმეტრიული ომის ძალიან დიდი სირთულეები, როდესაც მოწინააღმდეგე იაფიან ტექნოლოგიას იყენებს და ასე ვთქვათ, ძვირიან ტექნოლოგიები იხარჯება მის ამიაფიანი ასე ვთქვათ, დრონების გასანეიტრალებლად და ამის ასე ვთქვათ, საუკეთესო გამოცდილება ძალიან იაფად ჰქონდა და აქვს უკრაინას. შესაბამისად, უკრაინა ხდება სერიოზული ასე ვთქვათ, გამწევი ძალა, შეგვიძლია ვთქვათ, ამ ასიმეტრიული ომის შესწავლისა და ათვისების პროცესში, რომელიც დასავლეთში ახლა საკმაოდ მაღალ საჭიროებას წარმოადგენს და მეორე მხრივ ესე ძალიან საინტერესო არის ის რომ ტრამპის ირგვლივ რა თქმა უნდა როდესაც იკრებებიან დასავლელი ლიდერები და არწმუნებენ მას თუ რა შეიძლება იყოს ამერიკის ლიდერობისათვის პრიორიტეტული სწორედაც ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატები ცოტა ხნით მაინც ყოველ შემთხვევაში იხრება ხოლმე უკრაინის დასახმარებლად ტრამპის ადმინისტრაციაზე მაქვს საუბარი. შეიძლება აქ ჩაგეჭრათ და ერთი კითხვა დავსვა აქვე რა კი ამ თემაზე ვსაუბრობთ. რუსეთმა გარიგება უნდა დადოს. ასეთი იყო ეს განცხადების გზავნილი ტრამპის მხრიდან. აი მისი პერსპექტივიდან ჩავარდა რა ის კონკრეტული გეგმა, რაც მას ჰქონდა, მოლაპარაკებით ჩარჩო, რაც მან დაადო, ხომ შეთანხმების პუნქტებიც იყო იქ. ახლა როგორ ფიქრობთ თქვენ, აი მას რა ესახება რუსეთის მხრიდან გარიგების ყველაზე este აქტუალურ წერტილადად შეთანხმების თუ კი საერთოდ ასეთი არსებობს და ზღვარადაც უკრაინისთვის. მას ცოტა ბუნდოვანი შთაბეჭდილება ჰქონდა ან არ ითვალისწინებდა უკრაინის პოზიციებს სწორედ აი ამ დონბასის ნაწილთან დაკავშირებით, როდესაც რუსეთი ითხოვდა მაგალითად იმ ტერიტორიებსაც, რომელიც ვერ დაიპყრო ვერასდროს 4 წლის განმავლობაში, ხომ? აი აქ რას გულისხმობს ის რომ რუსეთმა დროა გარიგება დადოს? მარტივად რო თქვა ტრამპმა ლამის ყველაფერი შესთავაზა რუსეთს და რუსეთი ამაზეც არ დათანხმდა თავის დროზე და შესაბამისად ახლა როდესაც უკრაინა უფრო ძლიერ პოზიციებშია წარმოდგენილი და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვერ გაართვა ირანის რეჟიმის დაჩოქებას თავი სამწუხაროდ ამ ფონზე ნაკლებად სავარაუდოა რომ რუსეთი უფრო დამყოლი გახდეს. ძალიან მარტივია რა, ამერიკის შეერთებული შტატები ახლა სამწუხაროდ არ იმყოფება უფრო ძლავა პოზიციაში, ახლა უკრაინა უფრო ძლავა პოზიციაში იმყოფება. ნაკლებად სავარაუდოა რუსეთი ერთგვარ დაყვეს ამ შემთხვევაში ან ამერიკის ან უკრაინის დღის წესრიგს. რუსეთს თავის მხრივ მარტივად რო შევხედოთ, ეს ზელენსკიმ განცხადება ძალიან საინტერესო გააკეთა რა, მოდი ამ კონტექსტით ეს აღნიშნოთ. ზელენსკიმ თქვა ეგეთ რაღაც, რომ რუსეთს ყავს მილიონი სამხედრო, რომლებიც უკან დაბრუნდებიან სახლში, არავინ არ იცის მე რას იზამენ ისინი. გარდა იმისა, რა თქმა უნდა, მათ ექნებათ ეს ომის შემდგომ პოსტტრაუმული ძალიან მძიმე სინდრომი და კრიმინალი გაიზრდება და ეს შეერაღებული ძალები, რომელთაც უცებ აღმოჩნდება, რომ აღარ ექნებათ სამსახური და აღარ ექნებათ დაფინანსება და სამხედრო ტექნოლოგია უცებრო სამხედრო ეკონომიკა შეჩერდება, რას იზამენ არავინ არ იცის, ეს ერთი. და მეორე, კითხვა გაჩნდება, ზელენსკიმ რას თქვა? რომ რისთვის დაიკარგა ლამის მილიონი ადამიანი და თუ მეტი არა ხო რისთვის დაიკარგა რომ რუსეთს ვერც ერთი უკრაინის საოლქო ცენტრი ვერ დაუკავებია 2022 წლის შემდეგ 2022 წლის შემდეგ რუსეთს მხოლოდ ხერსონი ეკავა და ისიც დაკარგა საოლქო დედაქალაქზე მაქვს საუბარი თორე ლუგანსკი დონეცკი და სიმფეროპოლი მას ისედაც ეჭირა 2022 წლამდე ხო ამიტომაც ეს საკითხი ახლა მართლა ძალიან სწორი შენიშვნა იყო ზელენსკის მხრიდან მიუხედავად იმისა რომ მე ძალიან ნაკლები წარმოდგენა მაქვს რომ იმ შესაძლებლად რომ რუსეთში ვინმე მართლა აჯანყდეს და ხალხი გამოვიდეს და პუტინი დაამხოს იმიტომ რომ თავად რუსები უყურებენ საკუთარ მოსახლეობას როგორც ცოცხალ ნახირს და ისე ყემსენ ხოლმე სამწუხაროდ ისინი ესე უყურებენ საკუთარ მოსახლეობას და ხორცაკებში აგზავნიან და ამაზე ბევრს პრეტენზია არ გამოუთქვამს და ალბათ ისინი იმასაც აიტანენ თუ მილიონი კაცი დაიკარგება ოლქის დედაქალაქის დაკავების გარეშე მაგრამ მაინც ის ფაქტი ვერსად ვერ გავექცევით რომ კრიმინალი ყველა ვარიანტში გაიზრდება იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვთ 90-იანების სმუტა აი ეს ქაოსი რუსეთში სმუტას რომ უწოდებენ ხო გამოიწვია ავღანეთიდან დაბრუნებულმა იმ სამხედროებმა იმ ტრამვირებულა სამხედროებმა რომელთაც მხოლოდ 25000 კაცი დაკარგეს და ახლა საუბარი გვაქვს ჩვენ მილიონზე მეტ ადამიანზე რომელიც დაჭრილი დასახიჩრებულია და ეს შემთხვევითი არის როდესაც პუტინი სხვადასხვის რამდენიმე დღის წინ გამოდის და ამბობს რომ ისეო ჩვენო შერეული ქორწინებები უნდა წავახალისოთო ესე გააკეთა ალექსანდრე მაკედონელმა რაც იმის სიმპტომი იყო
რომ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთში ეს ახალგაზრდა მამაკაცების უმეტესობა, რომლებიც ფრონტის ხაზზე დაიხოცა, ამ ეს რესურსი უზარმაზარია გენოფონდისათვის, ეს ერთი და მეორე დასახიჩრებული ადამიანების უმეტესობა უბრალოდ იქცნენ სრულად იმპოტენტებად. აი ეს არის რეალობა, რომელიც რუსეთში დგას და ამ რეალობის გათვალისწინებით რუსეთს ომის გაჩერების სურვილი ნამდვილად არ ექნება. მის ფსელს დებს ამ ესე ვთქვათ ლამის რელიგიის დონეზე აქვს პუტინს საყვანელი ორი ომი, დიდი ჩრდილოეთის ომი, როდესაც პეტრე პირველმა აწარმოა ომი შვედეთის წინააღმდეგ და პოლტავაში ესე ვთქვათ გაიმარჯვა და ლამის მართლაც გახდა ერთ-ერთი ჰეგემონი აღმოსავლეთ ევროპაში, ეს მას ლამის წმინდა ომად აქვს გამოცხადებული და მეორე მსოფლიო ომი, სადაც რუსეთმა მიიღო ათობით მილიონი მსხვერპლი და სწორედ ამას ქადაგებენ ხოლმე რუსი პროპაგანდისტები, რომ ჯერ არ მიგვიღწევია მეორე მსოფლიო ომის მასშტაბამდე და შესაბამისად ნუ ნერვიულობდო. ამიტომაც აი ამ ფონზე შეგვიძლია ვთქვათ ერთადერთი კარგი და დამაჯერებლად კარგი რაც მართლაც შეიძლება ხდებოდეს უკრაინისათვის, არის ის რომ უკრაინამ მოახდინა ტექნოლოგიური იმგვარი ინოვაცია, რომ უკრაინისათვის ეს სუპერმოდერნული და სუპერძვირიანი ომი შედარებით იაფი გახდა და შედარებით ეფექტური გახდა და ერთ საცრისით შემიძლია ასე ვთქვათ ამ კომენტარს ერთგვარი შეჯამება არის ის რომ რუსეთს ერთი დიდი პრობლემა უდგას რა. რუსეთის მთელი პრობლემა არის მისი თავისი უზარმაზარი უპირატესობა. ეს უპირატესობა არის უზარმაზარი ტერიტორია. ეს ტერიტორია გიქცა პრობლემად, იმიტომ რომ საერთაშორისო სისტემები ყველაფერს ვერ დაფარავენ, გამორიცხულია. უკრაინელებმა ისწავლეს ეს ძალიან კარგად და მართლადი დრონებით პრაქტიკულად არიდეს რუსულ თავდაცვას თავი და რუსეთს აყენებენ აი იმ ძალიან მნიშვნელოვან დარტყმას, რომელსაც ეტყობა ნავთო პირადად. აი აქ ეს აღნიშნა კიდეც ზელენსკიმ ხო დღეს სანქციების ნაწილში, როდესაც მან თქვა რომ ეს ზეწოლა მნიშვნელოვანია რომ გაძლიერდეს განსაკუთრებით ჩრდილოვანი ფლოტის გემების მიმართულებით რუსეთზე იქ ნავთობის ფასი ჰქონდა მას ამხედველობაში. მოდი თქვათ ისიც რომ აი ამ სამიტის ფარგლებში ახალი სანქციების დაწესების შესახებ გამოაცხადეს როგორც კანადამ, ასევე დიდმა ბრიტანეთმა და ეს დაუკავშირეს პირდაპირ კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბვას. აი ამ ძიმე ფაქტს ხომ და აქ ზუსტად რომ კანადის სასანქციო სიაში 160 სუბიექტი მოხვდა, მაგალითად, რომლებიც რუსეთის ეკონომიკას ხელს უწყობენ სწორედ ამ შეერაღების წარმოებისთვის და რაღაცა თვალსაზრისით შეიძლება შავსიაში შესულ ტანკერებთან დაკავშირებით ჩვენც გქონდეს ხოლმე სამწუხაროდ რაღაცა თვალსაზრისის ინტერესი, იმიტომ რომ ძალიან არის შემთხვევები, როდესაც ისინი საქართველოში შემოისეირნებენ ხოლმე. აი აქ მაინტერესებს სხვა შორის აქვე ვიტყვი ეს ჩვენ თემატიკას არ ეხება, თუმცა საინტერესო იყო საქართველოს საპატრიარქოს ახლად არჩეულ პატრიარქშიო მეორეს ჰქონოდა რაიმე ტიპის განცხადება ან შეშფოთება ამ ხელა ქრისტიანული მართლმადიდებლური ლავრის რუსეთის მხრიდან დაბომბვასთან დაკავშირებით ჩვენ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეთი რამ არ მოგვისმენია. თუმცა რომ დაუბრუნდეთ საერთაშორისო ამბებს, ახლა კიდევ რა რჩება საერთაშორისო სივრცის ხელთ, რა ბერკეტი რჩება სანქციებთან დაკავშირებით. არის მაინც სივრცეები დატოვებული რუსეთისთვის თუ არა, სადაც მას შეუძლია ამოივსოს ეს თავისი საჭიროებები, რომელიც ყოველდღიურად აქვს. სანქციებზე მოგახსენებთ რამდენიმე წამში უბრალოდ მინდა აღნიშნო ისიც რომ ბოლო პრაქტიკულად 40 წელიწადია 35 წელიწადია არც ერთ სახელმწიფოს იმდენი ქრისტიანი არ მოუკლავს რამდენს რუსეთმა მოკლა. ანუ ეს მინდა კარგად გაიგოს მსმენელმა, იმიტომ რომ გადაამოწმა შეუძლია მას მარტო თუ მილიონი კაცი თავისი დანაკარგები გააჩნია, მარტო თუ მილიონი თავის დანაკარგი გააჩნია და უკრაინელებში ასობით ათასი არის და ასევე უამრავი მოკლული ნახეთ ჩვენ საქართველოში, რომელიც რუსეთმა აწარმოა ომები საქართველოს წინააღმდეგ, არავინ ხარც ეს სახელმწიფოს ამდენი ქრისტიანი არ მოუკლავს. ანუ თავს რო დებენ ქრისტიანობის დამცველად რუსეთს რო გამოაცხადებენ და ლამისროვის მესიის მახვილად გამოაცხადონ, ამდენი ქრისტიანი არ მოუკლავს ბოლო 40 წელიწადია არც ერთ სახელმწიფოს მით უმეტეს ევროპის კონტინენტზე. თუ ამას ხალხს გაუსვამს მით უმეტეს ევროპის კონტინენტზე. ამიტომაც, როდესაც კიევ-პეჩორის ლავრის დაბომბვაზეა საუბარი, თან ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს საერთო ქრისტიანული მემკვიდრეობაა. 1051 წელსაა დაარსებული და მონღოლები რომ მონღოლები იყვნენ. ცდილობდნენ ისე თქვენ რომ ამ პეჩორის ლავრის ქვეშ არსებული გვირაბები, ეს სამარხები არსებობს სპეციალური აკლდამები დაენგრია. ვერ დაანგრიეს. რუსეთი, რომელიც აი მოქროს ურდოს ამგზელებელია, ის ცდილობს ამის გაკეთებას. სიმპტომურია, ხო? ეს სხვადასხვა რუსული ორთავიანი არწივი, ყველას გონია რომ ბიზანტიის იმპერიიდან აქვს მოპარული. ხო, რა თქმა უნდა, ბიზანტიის იმპერიიდან მოიპარა ოქროს ურდომ და ოქროს ურდოდან აქვს მოპარული რუსეთს. კარგად ჩანს, როგორც მონღოლების იმის დამთავრებ გამგზელებლებიც არიან საქმის. მაგრამ ახლა რა შეეხება სანქციებს. თავიდან უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად რუსეთის ფლოტი იქცა ჩვენ კონტრაბანდულ და მეკობრე ფლოტად,
რომელიც დადის და მოპარულდა, ასე ვთქვათ, უკანონო ნავთობს ყიდის სხვადასხვა ბაზარზე, სხვადასხვა დროში დადის ის. თან სხვადასხვა შორის საინტერესო არის ის, რომ ის სხვადასხვა დროშას იცვლის ამ გადადგილების პროცესში და საერთაშორისო საზღვაო სამართლის თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს ქმნის. აქედან გამომდინარე, ეს არის მართლაც რაღაც მეკობრეული და კონტრაბანდისტული ფლოტი, თუ ასე შევხედავთ ჩვენ, ეს ერთი და მეორე საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ რუსეთი მთლიანად გადასული არის უკანონო ვაჭრობაზე. ანუ აქედან გამომდინარე, სანქციების ეფექტურობა ლიმიტირებული იქნება. რაღაც არ უნდა ვილაპარაკოთ, რუსეთი ამ ომისთვის ეკონომიკურად ემზადებოდა 2014 წლიდან მოყოლებული. აქედან გამომდინარე, რო ვთქვათ, რომ სანქციები მას ახლა რაღაც დონეზე ძალიან დააზიანებს, მე მგონი თავის მოტყუება იქნება. რა თქმა უნდა, დააზიანებს კონკრეტულ ადამიანებს და აზიანებს. რა თქმა უნდა, მის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიადგა ამ შემთხვევაში, მაგრამ ყველაზე დიდი დარტყმა მიადგება სწორედაც იმ შემთხვევაში, თუ კი მისი ნავთობის ინფრასტრუქტურა იქნება დარტყმის ქვეშ, ისევე როგორც მისი გაზის ინფრასტრუქტურა იქნება დარტყმის ქვეშ და იამალის ნახევარკუნძული გახლავთ ეს უკიდურეს ჩრდილოეთში ძალიან შორს მდებარეობს, ხო? ეს თქვა რა ურალის ქედის აღმოსავლეთით არის ეს ნახევარკუნძული ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი არის. იამალის ნახევარკუნძულამდეც რომ მიფრინდებიან უკრაინელ დრონები, თუ მიფრინდებიან რა თქმა უნდა, ეს თვისებრივად შესვლის ყველაფერს, იმიტომ რომ რუსეთი ხო მართლაც მაკეინიმ როგორც დაახასიათა არის ჩვეულებრივი ევროპის რაღაც ბენზინგასამართ სადგური, ხო, რომელთაც გამდიდრდა და იმპერიად მოაქვს თავი. ამიტომაც თუ კი რეალურად ამ ძალის განადგურებაზე და ესე ვთქვათ, შესუსტებაზეა საუბარი, მე სანქციების იმედი არ მაქვს და კარგად გამოჩნდა, რომ აი ესეთი ნელი მოჭერა მარწუხები შეიძლება ისეთი ქვეყანაზე იყოს ეფექტური, რომელიც ისედაც აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო ვაჭრობაში და შედარებით პატარა სახელმწიფოა, მაგრამ რუსეთის ეკონომიკა თითქმის სრულად გადართული არის აზიურ და აფრიკულ ბაზრებზე, ჩინეთთან თანამშრომლობაზე და ძალიან რთული იქნება ამ ძალებთან საქმეს გადაჭერა. და აი გიორგი, როდესაც ზელენსკიმ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც თქვა, რომ პატრიოტის სისტემების რაკეტების ლიცენზიების საკითხი დასვა მან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან და პრინციპში უარი არ მიუღია. თუ სწორად გავიგე, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინამ აწარმოოს ხომ ეს რაკეტები. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს რაკეტები, რომელსაც ისინი ითხოვდნენ ომის საწყის ეტაპზე, რომელიც მათ ასე ძალიან სჭირდებოდათ, უკრაინა ისე გამithარდა, რომ თვითონაც შეუძლია ეს აწარმოოს. ხო, უკრაინას ომამდე ჰქონდა ძალიან სერიოზული წარმოება და მრეწველობა, ძირითადად ხარკოვის მიმართულებით და ხარკოვში ეს რუსებმა პირველივე დღეებში დაბომბეს ეს მისი მთელი ეს ინფრასტრუქტურული ასე ვთქვათ ნაწარმები, ხო, რაც მას ჰქონდა და საშუალებები, მაგრამ უკრაინელებმა გადაიტანეს მათი ნაწილი დასავლეთ უკრაინაში, მიწისქვეშეთში და ასევე რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, მას ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, სკანდინავიის სახელმწიფოები და პოლონეთი, რომელიც თავის ტერიტორიაზე აწარმოებინებს უკრაინას შეარაღებას. შესაბამისად, ან როდესაც რუსები ლაპარაკობდნენ რომ ჩვენ რაღაც ციმბირში გვაქვს ქარხნები გაატანილიო, გამოჩნდა რომ ციმბირამდე მიწვდა ხო უკრაინა, მაგრამ რუსეთი ვერ წვდება ევროპის ტერიტორიი, ვერ წვდება რა, ვერ ახერხებს, მისი ხელი ვერ წვდება ამ შემთხვევაში პირდაპირ უკრაინულ წარმოებას, ასე ვთქვათ, ევროპის ტერიტორიაზე, თუმცა რა თქმა უნდა ის დივერსიებს ცდილობს, საბოტაჟს ცდილობს, ეს ვიცით ჩვენ ნახეთ კიდეს ხო რაინმეტალის, ასე ვთქვათ, ზოგიერთი ქარხნის დაწვა და ასე შემდეგ, ეს ვიცით და ნახეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში უკრაინას რაც აქვს სერიოზული სამეცნიერო პოტენციალი. პრაქტიკულად უკრაინელებმა ეს სამეცნიერო ინოვაციური პოტენციალი ვიმეორებ არა მხოლოდ დრონებში გარდაქმნეს, არამედ მათ გამოაჩინეს იგივე საზღვაო მიმართულებით ძალიან ეფექტური საშუალებები, მათ შექმნეს არაერთი შორსმსროლელი თვითმავალი საარტილერიო სისტემები. ამიტომაც ვხედავთ, რომ ამ შემთხვევაში ეფექტურობა არის. ბოლოს თავი დავანებ ფლამინგოში, პატარა გამოგონება არ არის, ხო? როდესაც მოწინააღმდეგე შეგიძლია შენ, ესე ვთქვათ, მიწიდან გაუშვა რაკეტა, ფთოსაინსტალას არის და მიუიფრინდე მოწინააღმდეგეს რამდენიმე ასეული კილომეტრის დაშორებით ზუსტით. აი კონტრასტი შევადაროთ, ხო? Storm Shadow-ები, რომლებიც ბრიტანული და ფრანგული წარმოებისა იყო, სულ რამდენიმე ასეული გახდა წარმოებული. უკრაინელებმა პრაქტიკულად თავიანთი ახალი ნაწარმოები, ფთოსანი რაკეტები იმ რაოდენობის აწარმოეს, რომ მთლიანად შეუძლიათ მათ ჩაანაცვლონ, ესე ვთქვათ, Storm Shadow-ს წარმოების აუცილებლობა. ეს უკვე მიანიშნებს იმას, რომ უკრაინა მართლაც გახავთ ძალიან დიდი ინდუსტრიის მქონე სახელმწიფო და მინდა ვისარგებლო შემთხვევით ირანის თემაზეც კითხოთ მოსაზრება წინასწარ შეთანხმებაზე, რომლის დიდ პერსპექტივასაც ხედავს თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და არა მხოლოდ ის, ყველა ვინც ჩართული იყო ამ პაკეტის შემუშავების პროცესში. რა პერსპექტივა გაქვს ამას გრძელ ვადაში, ჩვენ ვიცით რომ ეს რაღაც პერიოდზეა ჯერჯერობით გათვლილი. ხო, ამერიკის შეერთებულ შტატებს დიდი ხანია უნდა ამ კონფლიქტიდან გამოსვლა. მან როდესაც დონალდ ტრამპი გამოვიდა პირველივე დღეს და თქვა, რომ იგი მხოლოდ უსიტყვო კაპიტულაციას მიიღებდა ირანიდან და მე რამდენჯერმე გაიმეორა ეს ყველაფერი, რომ უისეთი შეტევა მოდიოდა, რომ თელ თეირანს გაასწორებდა მიწასთან. სამწუხაროდ ეგ ვერ მოხდა.
ფაქტი არის ის, რომ ვინც ძალიან ხშირად ცდილობს მოლაპარაკებას და სიტუაციიდან გამოძრომას, როგორც წესი, ესე იგი ის ფლად კარგად ვერ აქვს მას საქმე. ამასთანავე გამოჩნდა, რომ ყველა შეფასებით გამოჩნდა, რომ ამერიკის პოზიციები ირანთან მიმართებით ახლა უფრო სუსტია, ვიდრე ომამდე იყო. მიუხედავად იმისა, რომ აი ძალიან მარტივად შეგვიძლია მსმენელს აუხსნათ, ხო და ყველამ ნათლად ხოთ, რომ ომის შედეგი არ განისაზღვრება იმით, თუ რამდენი ბომბი ჩამოაგდეს შემოსინა ამდეგის ტერიტორიაზე, გაუნადგურე თუ არა მას სამხედრო ძალები. სულ ერთი კაცი დატოვო. სულ ერთი კაცი დატოვო. თუ კი შენ პოლიტიკური მიზანს ვერ შეასრულებ და პოლიტიკური ამოცანა შეასრულებ, ესე იგი ომი ვერ მოიგე. და რა იყო ამერიკის მიზანი? ხო, ამერიკის მიზანი იყო გაცხადებული რა? რეჟიმის ცვლილება, ანუ თქვა რომ უსიტყვო კაპიტულაცია, როგორც გულისხმობდა რეჟიმის ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სულ კოლაფს. მეორე იყო მისი ბალისტიკური რაკეტების სრული განადგურება და ბალისტიკური რაკეტების წარმოების სრული შეჩერება, რაც არ იყო მიღწეული და მესამე იყო ის, რომ ეს გამდიდრებული ურანი უნდა გამოსულიყო, ხოლო ირანს უნდა შეეწყვიტა ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ მუშაობა ამ ატომურ მიმართულებას. ამ შემთხვევაში სამიდან თუ არც ერთი არ არის შესრულებული, ის რომ ირანის ფლოტის დიდი ნაწილი განადგურდა და ის რომ ირანის საპორტო ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი დაბომბილია და მიწა ლიდერი და ასე ბევრი იგი ბატონო ერთადერთი რაც ამერიკამ ძალიან მნიშვნელოვანი გააკეთა არის ის რომ აი 10,000-ობით მშვიდობიანი ქალვაჟის მკვლელობაში ჩამდენდა დამნაშავების მათი დიდი ნაწილი განადგურებულია რაც შეიძლება ვთქვათ რომ მორალურად თუ კი ასე შეგვიძლია ისინი ვერ დაიცვა ამ ტერორის გაგრძელებისგან